გუშინ გვიან საღამოს ეგზიტ პოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დროს გადამღები ჯგუფები ბათუმის მერობის კანდიდატებს დაუკავშირდნენ შეფასებების შტაბებში გაკეთდა. სატელევიზიო კომენტარის გაკეთება მერობის ყველა კანდიდატმა არ ისურვა. ეგზიტ პოლის შედეგებს ოვაციებით შეხვდნენ კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში. გიორგი ერმაკოვის განცხადებით გამარჯვება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ის ბათუმელ ამომრჩეველს არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას ულოცავს და მეორე ტურის აუცილებლობას გამორიცხავს. პირველ რიგში მინდა ბათუმელებს მიულოცო არჩევნების მშვიდ გარემოში და სრულებით დემოკრატიულად ჩატარება. შედეგს რაც შეეხება ჯერჯერობით CSKO შედეგები, ანუ ძირითადი ოფიციალური შედეგები არ გვაქვს, მაგრამ სხვადასხვა ეგზიტ პოლების მონაცემები და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ანუ ჩვენი მხარდამჭერების აქტიურობა გვაძლევს საშუალებას კი არ ვივარაუდოთ, მყარად ვიყოთ დარწმუნებული, ჩვენ ეს არჩევნები მოვიგეთ. და მოვიგებთ ამ არჩევნებს მყარად, არანაირი მეორე ტური არ იქნება, აი იმ შედეგებიდან გამომდინარე ჯერ უპირველეს ყოვლისა რაც ეგზიტ პოლებით გვაქვს. საპირისპიროს პროგნოზირებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. მათი განცხადებით მეორე ტური გარდაუვალია. ჩვენ ვფიქრობდით, რომ მეორე ტური აუცილებელი იყო ბათუმში, იმიტომ რეალური მოცემულობა ის შეხვედრები, რომელიც ჩვენმა კანდიდატმა და კანდიდატებმა ჩაატარეს ბათუმში, იძლეოდა ამის თქვის სულ საშუალებას, რომ მეორე ტური ბათუმისთვის იყო გარდაუვალი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობა ძალიან ღირსეულად გამოვა, იმიტომ რომ ჩვენ მე მგონი რომ საკმაოდ კარგი საარჩევნო კამპანია ჩავატარეთ. ეს არ არის რეალური შედეგი, ეს გახლავთ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ერთობლივი პროექტი. ასე აფასებს ეგზიტ პოლის მონაცემებს ხალხის პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი. ჯუმბერ თავარტკილაძე აცხადებს, რომ წინასწარ მონაცემებს არ ენდობა და CSKO-ს ოფიციალურ შედეგებს დაელოდება. ეს არის ამ ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის ერთობლივი პროექტი. ეს არასახავს ბათუმის რეალობას. მე ზუსტად ვიცი ბათუმელების განწყობა და ბათუმში მე შემიძლია თქვენთან ერთად გავიარო და 100 გამოკითხულ შორის ორმა ერმაკოვსმა მისცეს მე საერთოდ წავალ პოლიტიკიდან. არ არსებობს ასეთი. საბოლოო შედეგის გამოცხადებას ელოდებიან პარტია სალომე ზურაბიშვილის საქართველოს გზის წარმომადგენლები. ბათუმის მერობის კანდიდატი გოჩა გუგუნავა აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემები რეალურ სურათს არ ასახავს. ეს ეგზიტ პოლები არ არის რეალობასთან ახლოს. დაველოდოთ დამთავრებას საარჩევნო დათვლას და შემდეგ ნახავთ ეგზიტ პოლები იქნება ნამდვილი ციფრები თუ ბათუმელების ციფრები. გამარჯვების იმედი აქვს და ეგზიტ პოლის შედეგებს არ ენდობა ერთიანობის დარბაზის ბათუმის მერობის კანდიდატი. მერაბ ხიმშიაშვილი ეგზიტ პოლს ფარს უწოდებს და მეორე ტურის აუცილებლობაზე საუბრობს. ეგზიტ პოლების შედეგები ეს ტრადიციულად ჩამოყალიბებული ჩვენ ქვეყანაში საარჩევნო სპექტაკლი გახლავთ და ჩვენ კატეგორიულად ვეცნაობდებით მათ შეფასებას და ყველაზე დიდი ეგზიტ პოლი იქნება თვითონ ამორჩეველის გადაწყვეტილება. იკვეთება, რომ ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში მეორე ტური შედგება ბათუმში. უკეთეს შედეგს ელოდა და ეგზიტ პოლის მონაცემს სრულად არ ენდობა ირეკლი ღლონტი რეფორმატორების ბათუმის მერობის კანდიდატი. დავით დიასამიძე ამომრჩეველს მადლობას უხდის. ეგზიტ პოლებს არ ვენდობი და არასდროს არ ვეტყვი არც ჩემს თავს, არც ჩემს ამომრჩეველს, რომ ეგზიტ პოლი ნიშნავდეს იმ მომავალ ბათუმლობას, რომელსაც გარკვეულწილად აჟღერებენ. მერობის სხვა კანდიდატები კი ეგზიტ პოლის შედეგებზე შეფასებებს არ აკეთებენ და CSKO-ს საბოლოო მონაცემებს ელოდებიან.